დღევანდელი სახარების საკითხავი ძვირფასო მეგობრებო გველაპარაკება კონტექსტზე, რომლის წიაღშიაც იესოს უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ეს არის ებრაული სარწმუნოების იუდაიზმის კონტექსტი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, იესო იძახის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი როგორ განემზადება გარეგნულად ღმერთთან შესახვედრად. ჯამს გარეცხავს, დარს გარეცხავს, რიტუალებში ასრულებს თუ რა. გადამწყვეტი არის, რომ ადამიანის შინაგანიდან არ მომდინარეობდეს აუგი. და ბოლოს იესოს ცნობილი სიტყვა, რომ ის კი არ ბილწავს ადამიანს, რომელიც რაც ადამიანის პირში ჩადის, არამედ ის ბილწავს ადამიანს, ის რაც ადამიანის პირიდან გამოდის. შეიძლება ჩვენთვის ერთი შეხედვით რელევანტურად და საჭიროდ არც კი ჟღერდეს ამაზე ფიქრი და ლაპარაკი, რადგან ჩვენ არ გვაქვს ასეთი მრავალრიცხოვნება რიტუალისა. ჩვენ არ ვიცავთ საგანგებოდ შაბათის წესებს, არ ვითხოვთ უქმეს დაცვას, არ ვითხოვთ საგანგებო რიტუალების ჩატარებას ადამიანის განწმენდისათვის, თუ კი ადამიანი მაგალითად შეეხებოდა არაებრაელს, მას საგანგებო განწმენდა უნდა ჩაეტარებინა, თუ კი ავადმყოფს შეეხებოდა საგანგებო განწმენდა უნდა ჩაეტარებინა, თუ კი არ შეეხებოდა საგანგებო განწმენდა უნდა შეეხებოდა. ჩვენ როგორც ქრისტიანები ამ წესები და ამ რიტუალებით არ ვართ ხელფეხშეკრული. მაგრამ ის რასაც იესო იძახის ამ საკითხავში ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დღესაც. არა იმ რიტუალების გამო, არამედ ფორმისა და შინაარსის ურთიერთობის გამო. ის რაზედაც იესო ლაპარაკობს, და ეს იესოს მთელი მოღვაწეობისათვის არის კარგად დამახასიათებელი და მის მოღვაწეობას თავით ბოლომდე წითელ ხაზად გასდევს. იესოს არაფერი არ ეჯავრება დედამიწაზე ისე ძალიან, თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, სახარების წეglებით კითხვიდან გამომდინარე, როგორც თვალთმაგცობა. სწორედ დღევანდელი საკითხავი ეძღვნება რელიგიურ თვალთმაგცობას, რომ ადამიანი გარეგნულად ცდილობს რელიგიური წესები შეასრულოს, მაგრამ შინაგანად იქ არ არის, სადაც ის უნდა იყოს. ქართული სიტყვა თვალთმაგცობას მიანიშნებს ადამიანს, რომ თაღლითობასთან არის ეს რაღაცნაირად დაკავშირებული. თვალთმაგცო, ანუ თვალით შესახედავად ერთს აკეთებ და გულში სხვა ხარ და სხვანაირად ფიქრობ. იმავე სიტყვის ეკვივალენტი ბერძნულში, რომელიც არის ჰიპოკრისია, ჰიპოკრიტეს ნიშნავს არტისტობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახეობების ხელოვნება აუგი არის. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი არის ერთი ვინმე და სინამდვილეში თავს მეორედ ასახავს. რომ გული სავსე აქვს უკეთურებით, მაგრამ გარეგნულად ყველას თავს აჩვენებს, როგორც ღვთისმოსავს, მორწმუნეს, თავაზიანს, მოსიყვარულეს და ასე შემდეგ. იესოს მთავარი სიტყვა დღევანდელი საკითხავიდან ამაში მდგომარეობს. შენ იმას ნუუყურებ, ვინ ხელუბანელი ჭამს და ამის გამო აკრიტიკებდნენ იესოს, რომ შენი მოწაფეები ხელუბანელი რატო ჭამენ საჭმელს, რატო არ ატარებენ გამბანის რიტუალს. იესო ელოდნევა, რომ შენ იმას კი ნუუყურებ, სხვისი ხელი ჭუჭყიანია თუ არა. დაბანელი ხელით აჭამს ადამიანი პულსა თუ დაუბანელი, სუფთათი თუ ბინძურით. შენ იმას უყურე, შენ ბინძურ გულს უყურე. ჩაიხედე შენ ბინძურ გულში და იფიქრე, დააკეთე ყველაფერი, რომ ეს სიბინძურე მოშორდეს. შენ სხვაზე ნუ ფიქრო. სხვის ჭუჭყიან ხელებს ნუ უყურებს. სხვის ჭუჭყიან საქმეებს ნუ უყურებ. შენ უყურე საკუთარ გულს და უყურე ღმერთს. თვალთმაგცობა იმის გამო, რომ ქრისტეს ცხოვრების, ქრისტის მოღვაწეობისა ძალიან ფართოდ იყო დაკავშირებული. ჩვენ ვიცით, რომ იესო არავის არ კიცხავს უარგის ხალხს, არ კიცხავს ლოთებს, არ კიცხავს მრუშებს, არ კიცხავს მებაჟეებს, არ კიცხავს ყველანაირი ჯურის ცოდვილ ხალხს,
ერთადერთი ვისაც იესო იცავს, ეს არის მორწმუნე ხალხი, რომელიც მორწმუნეობანას თამაშობს. არაფერი იესოს ისე არ ეჯავრება, როგორც ხალხი, რომელიც მორწმუნეობანას თამაშობს. თვალთმაცობა თავისთავად რო ავიღოთ, არ არის ადამიანის ყოფისაც უცხორა. ისევე როგორც სიძულვილი და სიყვარული, თვალთმაცობას ნაწილია ჩვენი ადამიანური ყოფისა. ამდენად, თითოეულ ჩვენთაგანისათვის არის გამოწვევა, რომ იმ თვალთმაცობას, რომელიც ჩვენში არის, რამე მოუხერხოთ. მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეოლოგი პოლ ტილიხი, რომელიც წარმოშობით გერმანელი იყო და მერე გადასახლდა ამერიკაში და იქ წერდა ბევრს, ამერიკელი თეოლოგი გახდა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაზე ლაპარაკობს, გვეუბნება, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის ფუნქციები, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს. ერთი ფუნქცია არის თვითშემოქმედება. ანუ, რომ ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შემოქმედებითად განვითარდეს. მაგალითად, ჩვენ ადამიანები სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, ჩვენ ვიბადებით არა პროფესიით, არამედ ყოველგვარი პროფესიის გარეშე ჩვენ ვირჩევთ პროფესიას. ესაც არის ფუტკარი რომ დაიბადება რა. პროფესიით არის ფუტკრის რა ქვია, კეთები. სხვა პროფესია არ აქვს. ზამიანად რომ მოიწერა წადინოს ფუტკარმა რა, სახლების შენებას ვერ ისწავლის. დაბადებული ასე, იმის პაპაც ბიჭებს აკეთებდა, იმის პაპაც, ყველა ბიჭებს აკეთებდა. მაგრამ მამა ჩემი სხვა რამეს აკეთებდა, პაპა ჩემი სხვა რამეს აკეთებდა, იმის პაპა სხვა რამეს აკეთებდა, იმის პაპა კიდე სხვა რამეს აკეთებდა. ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ის, რისი კეთება ჩვენ გვინდა და რისი უნარი ჩვენ გვაქვს. თვითშემოქმედება ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მახასიათებელია. მეორე მახასიათებელი არის ადამიანის ცხოვრებისა, პოლ ტილიხის მიხედვით, თვითტრანსფორმაცია. ანუ გარდასახვა. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩვენ გვაქვს უნარი გარდავისახოთ. რამოდენიმე კვირის წინათ ჩვენმა ეკლესიამ ჩაატარა ბანაკი მშვიდობის აკადემიის ეგიდით. ამ ბანაკში ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული. ქრისტიანები, მუსლიმები, ეზიდები, შიიტები, სუნიტები, რა ვიცი, ბაპტისტები, კათოლიკები და შემდეგ. და როდესაც ეს ბანაკი დამთავრდა და ჩავედით და ჩავაკითხეთ, ეს ბანაკის ხელმძღვანელები, აგინა იყო და სხვები, ილია, ნათელა, სხვები, რომ გითხეთ, როგორ ჩაერა ბანაკმა, გითხრეს, რომ ამ ბანაკში სულ 10 დღე იყო, თუ რამდენი დღე იყო. 10 დღის განმავლობაში ზრდებოდა ეს ბანაკი. ამ 10 დღის განმავლობაში ამ ბავშვების ცხოვრება შეიცვალა. თუ ბავშვი მორცხვი იყო, მუდო იყო, ვერ ლაპარაკობდა, არავისთან ხალისი არ ჰქონდა. ამ 10 დღის განმავლობაში გაიხსნა ჩვენი შეიძინა ადამიანთან ურთიერთობისა, სიხარულისა, ადამიანთან თანამშრომლობისა და ეს არის სწორედ ეს ტრანსფორმაციის უნარი, რომელიც ადამიანში დევს. და მადლობა ღმერთს ამისათვის. 200 წლისა რო იყო ადამიანი, 200 წლის ადამიანს აქვს ტრანსფორმაციის უნარი. რა თქმა უნდა 200 წლის ასაკში დამოვარჯიშე ვერ გახდება, მაგრამ 200 წლის ასაკში შეგიძლია გარდაიცვალო. შეიძლება შენი აზრი შეცვალო, შენი აზროვნების წესი შეცვალო. ეს ადამიანში ჩადებული თვითტრანსფორმაციის უნარი. და მესამე, რაც ადამიანის ცხოვრების ფუნქცია არის ერთ-ერთი, რომელიც პოლ ტილიხის მიხედვით ეს არის თვითინტეგრაცია. ამის გაგება ყველაზე რთულია. რა არის ეს თვითინტეგრაცია? პოლ ტილიხი გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი, ვინც დაბადებულია, ყველას აქვს საკუთარი მე. რო ჩავთვალოთ, ეს არის ადამიანის მე. ამ ადამიანის მეს ვერაფერს ვერ ვწევ. და ეს ადამიანის მე, ხო, მილიონობით და მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს და უცხოვრია ამ დედამიწაზე. ყველა ადამიანს აქვს ერთი მე. სხვა ასეთი ადამიანი დედამიწაზე არც ყოფილა და არც იქნება, რომელსაც ისეთივე მე გქონდეს, როგორც მე მაქვს, როგორც თქვენ აქვს. ამდენად თითოეული ადამიანი არის უნიკალური. ეს არის ჩვენი მე. ისმენთ ჩვენა ვართ. პოლ ტილიხი იძახის, რომ თვითინტეგრაციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შეუძლია ის, ვინც თვითონ არის, ან თავისი მე, ან გაამტკიცოს, ან დაასუსტოს. მეს ვერ შეცვლის, მაგრამ შეგიძლია გაამტკიცო, შეგიძლია დაასუსტო. როგორ შეგიძლია ადამიანმა შენი მე გაამტკიცო? მეს გამტკიცება ხდება იმ ტერიტორიაზე გასვლით, სადაც
ჩვენ არ ყოფილვართ არასდროს. უცხო ტერიტორიებზე გასვლით, პირდაპირ მნიშვნელობით და გადატანილი მნიშვნელობით. თუ კი აქამდე ძალიან მარტივი ბანალური მაგალითი რო ვთქვა, თუ კი შენ ცხოვრებაში და გახდი 50 წლისა და ეპოქებს არ შეგიცვია, შენთვის არის გამოწვევა და შენი მეს გამოწვევა არის, რომ გადაწყვეტ, რომ აიღო კვერცხი, არის როგორ გადეხო, აიღო დანა, გადეხო ეს და გააკეთო ერბოკვერცხი. მაგრამ ცხოვრებაში გაცილებით მეტი გამოწვევები არის, ვიდრე ერბოკვერცხის შეწვა. ამიტომ საკუთარი მეს გამტკიცების გზაზე ადამიანს სჭირდება, რომ გავიდეს და გაშორდეს თავის თავს ცოტა ხნით. მოხდეს იმ სივრცეში, სადაც ის კომფორტულად აღგზნობს თავს. იყოს იმ გარემოში, სადაც შეიძლება მეგობრული სივრცე არ იყოს. იყოს იმ სივრცეში, რომელიც მისთვის უცხოა. ელაპარაკოს იმ ადამიანებს, რომელსაც არ იცნობს. იყოს იმ რელიგიურ სივრცესთან ასოცირებული, რომელიც მისთვის უცხოა და შეიძლება არც ეფიქნავება. დილით იძახის, რომ ადამიანი გადის საკუთარი მედან ამ უცხო სამყაროში, რაც ითხოვს გაბედულებას, თავისუფლებას და როდესაც ბრუნდება უკან თავის მესთან, ამ გამოცდილებით აძლიერებს და ამტკიცებს თავის მესს. ამ გამოცდილებით ის არის გაძლიერებული, აღჭურვილი და მისი ცხოვრება ბევრად უფრო მიმზიდველია და შთამბეჭდავია. ოდლიხი გვეუბნება, რომ ეს არის ადამიანის გაძლიერების გზა, რომ გახვიდე აითვისო აუთვისებელი ტერიტორიები, სიმბოლური მნიშვნელობით. მაგრამ მეს დაკნინებისა და მეს დასუსტების ხერხი არის, რომ ადამიანმა გასაქანი მისცეს თვალთმაცობას. ერთადერთი რამ, რაც ადამიანის მეს აკნინებს და ანადგურებს, ეს არის თვალთმაცობა. როდესაც თვალთმაცობაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, იესო ლაპარაკობს აქ რელიგიურ თვალთმაცობაზე. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ ისე თითქოს თვალთმაცობა მხოლოდ რელიგიურ წრეებისთვის არის დამახასიათებელი. ან და აუცილებელია, რომ ვინმე მორწმუნე იყოს, რომ იყოს თვალთმაცობა. თვალთმაცობა, როგორც წერან გითხარით, ადამიანის ყოფის განუკლებელი ნაწილია და ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში შეიძლება ნახო და წააწვო. სვეტანა აილოევა, რომელიც იყო გარდაცვლილი სტალინის ასული შვილი, ქალიშვილი, წერს მამამისის უკანასკნელ დღეებზე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, უკანასკნელ დროს, 74 წელს იყო მიტანებული თვალწები, სტალინს ჰქონდა ერთგვარი ეპილეპტიური მომენტები, როდესაც მისი გონება დროდადრო ითიშებოდა. როდესაც ერთ-ერთი პირველი ასეთი გათიშვა მოხდა გონებისა, ეს მოხდა პრეზიდიუმის სხდომაზე. პრეზიდიუმის სხდომაზე სხდედა ყველანი პარტიული მოღვაწეები, ლიდერები საბჭოთა კავშირისა და სწორედ ამ დროს სტალინს დაემართა ეს ეპილეპტური ეპიზოდი. ეს კაცი გაიშლართა იეტაკზე და აღარ სუნთქავს, სიცოცხლის ნიშანსმავი არ აქვს და ყველანი შეშინებულები დაჰყურებენ ამ სტალინის ხედავს. ძალიან საინტერესო არის, სვეტლანა არ ვიცი რამდენი რა, ეს არის რასაც ეს ქალის წეს, თვლია თუ მართალი არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა, რომ როდესაც ხედავს აქ იეტაკზე აგდია სტალინის ხედავი, გამოვიდა ბერია, რომელიც არჩინებული წევრი იყო კომუნისტური პარტიისა და თქვა, რომ როგორც იქნა გავთავისუფლდით ამ ჭირისგან. როგორც იქნა გავთავისუფლდით. სწორედ ამ დროს ბერია ვეცადყო და სტალინმა გააჭირა თვალები. ბერია არ დაიბნა, მაშინვე მუხლებზე დაეცა და დაუწყო ხელების კოცნა. არ მოგიკვდე პატენი. პატენი მეგრულად რას ნიშნავს, რას ნიშნავს მეგრულად პატენი? პატონი, ხო, არ მოგიკვდე ბატონი. ახლა როგორ შეიძლება რომ ადამიანი ერთ წუთში ფიქრობდა, რომ ეს რაჭირი მოიშორე თავი და მეორე წუთში ფიქრობდა, არ მოგიკვდე პატონი. ადამიანს შეუძლია თავის თავში გააღვივოს თვალთმაცობის ოსტატობა. ერთხელ თუ მიეცი საკუთარ თავში გასაგანი თვალთმაცობას, ამას ბოლოს შეიძლება არ მოხდეს. და ცხოვრება სავსე არის ცივილიზაციის ცხოვრება, სავსე არის ასეთი მაგალითები. ძველ მაგალითს გეტყვით. ერთხელ ნათქვამი მოხდა კიდე თქვენთან ალექსანდრიაში
ააშენეს შუქურა, რომელიც ითვლებოდა მსოფლიოს 1/7 საოცრებათაგან მოვლენად. ეს არქიტექტორი, ვინც შუქურა ააშენა, დიდი ენერგია ჩადო ამ საქმეში, დიდი ბეჯითობით წლების განმავლობაში ემსახურა მის აშენებას და როდესაც გასულდა სრულდებოდა ამ შუქურას მშენებლობა, რომელსაც უზარმაზარ ტერიტორიაზე უნდა გაეშუქებინა და ალექსანდრიაში შემომავალი გემებისათვის გზა უნდა ეჩვენებინა, უთხრეს რომ მოდი შენი სახელის უკვდავსაყოფად და სადმე კედელში მიაწერე შენი სახელი. ამან თქვა რომ რას ლაპარაკობ, მე ვინა ვარ, მე როგორ უნდა ვიკადრო ჩემი სახელი, როგორ უნდა მივაწერო. თურმე თვალთვალსა ერთ-ერთ თვალსაჩინო კედელზე, რომელიც ზღვის მხარეს იყო, მას უკვე ამოტვიფრული ჰქონდა თავისი სახელი. ოღონდ ამ სახელზე გადასმული ჰქონდა ტალახი. და ტალახზე ოქროს ასოებით ეწერა პტოლემაიოსის სახე. პტოლემაიოსი იყო მეფე იყო, ვინც ააშენებინა. მეფის სახელი აწერია ოქროსი, მაგრამ ქვეშ ტალახის ქვეშ არის არქიტექტორის სახელი. ალბათ გასაგებია ის, რომ ტალახს წყალი რას უშვება, როდესაც დროთა განმავლობაში დინარ დღეს ზღვამ აღელება იწყო და ეხერხებოდა ამ შუქურას, ნელ-ნელა ეს ტალახი ჩამოაცალა. და პტოლემაიოსის სანაცვლოდ დარჩა ამ არქიტექტორის სახელი ამ კედელზე. ადამიანის ოსტატობას თვალთვალსობის საქმეში საზღვარი არ აქვს. ყველა სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა შესაძლებლობას მიმართებს თაღლითობისათვის. რელიგიურ სივრცეში რაც შეეხება, რელიგიურ სივრცეში ამაზე დღევანდელი საკითხავი და ცხადია იესო ამაზე ლაპარაკობს თაღლითობაზე რელიგიურ სივრცეში. შეერთებულ შტატებში ამბობენ, ერთი ეკლესიის წინ ვიღაცამ ააშენა 3 კითხვი და 3 კითხვასთან ერთად იყო დაკავშირებული ნაწილი, სადაც უწესო ქალებისათვის იყო გამოყოფილი ადგილი. ასე რომ ეკლესია აქ არის, ქუჩის მეორე მხარეზე არის ეს 3 კითხვი თავისი ბარდებით. ეკლესიის წევრებსა და ხუცესსა და წევრებს არ ესიამოვნათ, რა თქმა უნდა, რომ ეკლესიის წინ გაუხსნეს ეს დაწესებულება, ლოთები და მეძავები პირაზე გადადიან ქუჩის მეორე მხარეს. ეკლესია ამ დროს უნდა ვილოცოთ და ღმერთს თხოვოთ, რომ ეს მოგვაშოროს აქედან. ეს ეკლესია ლოცულობს ბეჯითად, ხუცესი ლოცულობს, ყველა ლოცულობს, ეს 3 კითხვი თავის ადგილზე დგას. ვიდრე ერჩვენია დღეს დიდი ჩეხაკოხების დროს მე ხიარ დაეცა ამ 3 კითხვას და დაიწყო. ბოლომდე კარგი ეკლესიაში რა თქმა უნდა გაუხარდათ. იფიქრეს რომ ღმერთმა ისმენთ ჩვენ როცა მიუხედავად იმისა რომ ხალხი დაიწვა და ესე კარგი. მეკიდანმა რომელიც ქუჩის მეორე მხარეზე ცხოვრობს, იფიქრა რომ ამას ესე არ გაუშვებს. წავიდა და უჩილა სასამართლოში. რომ ამათი ლოცვის შედეგადო მეხი დაეცა 3 კითხვას და დაიწვა და 2 მილიონი პული მჭირდება ამ დაკარგულ ზარალს სასანაზღაოდ. ადვოკატები ეთქარეს, ადვოკატები იკითხარეს, გაწევა, გამოწევა, ბოლო ეს საბუთები შეიკრა და დაუდეს მოსამართლეს, რომ და გააჩინოს სამართალი. მე არ ვიცი რა სამართალი გააჩინა მოსამართლემ. საინტერესო ის არის მოსამართლეს თქვავს რომ როდესაც ნახა ეს საბუთები, მე არ ვიცი როგორი სამართალი უნდა გავაჩინო. ვის უნდა დაუჭირო ხალხი. როდესაც მიკიდანს და ბარდელის უფროს ჟერა ლოცვისა, იძახის რომ ლოცვის გამო დაიწვა მისი სახლი და როდესაც ეკლესიას და მის ხუცეს არ ჟერათ ლოცვისა. რადგან ეკლესია ამბობდა ჩვენ ლოცვის ბრალი არ არის. რელიგიური თვალთმაქცობა სხვადასხვა ფორმით და ხასიათით ვლინდება ეკლესიის თითქმის ყველა სფეროში. მე-17 საუკუნეში ლუი მე-14-ს ჰქონდა თავისი ტაძარი პარიზში, სადაც თავის ოჯახთან ერთად ესწრებოდა ყოველ კვირას. მეფე მობრძანდებოდა თავისი დედოფლით, თავისი ამალით, მინისტრებით, და ეს ეკლესია ყოველთვის იყო სავსე. ყოველთვის. წელიწადის ყოველ დღეს ეკლესია იყო გაჭედილი.
ერთ-ერთი დღეს ლუი მე-14 მივიდა ამ ტაძარში, ახალი ხუცესი ყავს ამ ეკლესიის, ახალი მღვდელი ყავს და ნახა რომ მღვდელი არის დიაკონი და სხვა კაცშვილი არ არის. ორი კაცი არის ეკლესიაში და მეფის ოჯახი. მეფეს რაღაც მომდა ემცხეთა და დაუკვირდა ამ მღვდელს კითხა რა შეესაბ ხალხს ადარი. მღვდელმა უთხრა მე ხალხს უთხარი რომ დღეს მეფე არ აპირებს საოცრად მოსვლას. ამიტომ არავინ არ ინდომა ეკლესიაში მოსვლა. თურმე ეს ხალხი დადიოდა არა ღმერთის საოცრად ეკლესიაში, არამედ იმ კამპანიაში სამყოფელად, სადაც მეფე იყო. მათთვის ეს პრესტიჟი იყო, რომ იქ ლოცულობდნენ, სადაც მეფე ლოცულობდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველა ეკლესია, როგორი უბრალო დაბიროც არ უნდა იყოს, ყველა ეკლესია არის დიდი მეფის სახლი. ცისა და ქვეყნის შემოქმედი მეფის სახლი და ლოცვები უნდა ორიენტირებული იყოს სწორედ ამაზე და არა იმაზე, ვინ დადის ამ ეკლესიაში საცოცხალოცავად და ვინ არა. რელიგიური თვალთმაცობა ამ შემთხვევაშიც აშკარა გამოჩნდა. ქრისტიანები რა თქმა უნდა ერთადერთი არა ვართ, ვინც ხედავთ თვალთმაცობის საშინელებას. იმამ ალი, რომელიც იყო წინასწარმეტყველო მუჰამედის შვილიშვილი, წინასწარმეტყველო მუჰამედის სიძე, ქალის მეუღლე, ფატიმას მეუღლე. მასაც ასეთი ნაწარმოები, რომელიც დიდხანს და საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა დიდ საგანძურად და დღესაც ითვლება სულიერებაში საგანძურებას. არის აქვს ასეთი განმარტება, როგორ შეიძლება ადამიანმა დაინახოს და შეაფასოს თვალთმაცობა. თვალთმაცი ამბობს, თვალთმაცი ძახის შვიდობა და გულისხმობს ომს. თვალთმაცი ძახის სიყვარულს და გულისხმობს სიძულვილს. თვალთმაცი ძახის პატიებას და გულისხმობს უპატიებლობას. იძახის შერიგებას და გულისხმობს ტრობას. იძახის ღმერთს და გულისხმობს ეშმაკს. იძახის სინათლეს, გულისხმობს სიბნელეს. იძახის სამოთხეს, გულისხმობს ჯოჯოხეთს. თვალთმაცობის პორტრეტი ფიქრობ ალის კარგად აქვს ამ წიგნში წარმოდგენილი. თვალთმაცობას აქვს წამალი, ისე არ არის, რომ რამე სნეულება იყოს ამ დედებისაც წამალი არ ქონდეს. ყველა სნეულებას აქვს თავისი წამალი, რომელსაც შეიძლება უშველოს ადამიანი. განსაკუთრებით, როდესაც ზნეობრივ და მორალურ სნეულებაზე არის ლაპარაკი. შეიძლება ვინმეს დაებადოს კითხვა, რომ რა საჭიროა, რომ ადამიანმა უმკურნალოს ამ სნეულებას. თუ ასე გავრცელებული ადამიანებისათვის, ქრისტიანებშიც არის, მორწმუნეებშიც არის, უწმუნოებშიც არის, პოლიტიკოსებშიც არის, ოჯახშიც არის, ქუჩაშიც არის, მეჩეთშიც არის, ყველგან რა ძალა გვადგია, რატომ უნდა ვიფიქროთ ის მკურნალობას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, მეგობრებო, რომ თვალთმაცობა არის იესო არ ცდებოდა, როდესაც ყველაზე მეტად თვალთმაცობას ებრძოდა, რადგან თვალთმაცობა არის როგორც უკურნებელი სიმსივნე კაცობრიობის ცხოვრებაში, ადამიანების სივრცეში. და თუ ამ სიმსივნეს არ უმკურნალე, ის აუცილებლად გაიზრდება და თავის მეტასტაზებს გაავრცელებს მთელი დედამიწის ზურგზე. სწორედ ამით არის, რომ იესოს მოძღვრების თავარი ფოკუსი, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იყო სწორედ ბრძოლა რელიგიურ თვალთმაცობასთან. რელიგიური თვალთმაცების თავისებურება იმაში მდგომარეობს, ვიფასო მეგობრებო, როდესაც ადამიანი აირჩევს თვალთმაცობის გზას, მას უნდა რომ ყველა თვალთმაცი იყოს. არ შეუძლია აიტანოს ადამიანი, რომელიც თვალთმაცი არ არის. ამიტომ ყველა ხონეს ხმარობს, რომ ყველა გასვაროს, ყველა ჩაითრიოს თვალთმაცობის ფერხულში. ეს ძალიან აკავს ერთ აღმოსავლურ იგავს. ერთი საწყალი მერე დაცანცარებდა, ირბინა და ბოლოს ხაფანგში გაება კუდით. იწრიალა ბევრი, იწრიალა ცოტა იწრიალა, ბოლოს მიხვდა რომ ამ ხაფანგიდან თავს ვერ დააღწევდა და თვითონ გადახნა ეს ხაფანგი, თვითონ მოიჭამა საკუთარი კუდი. კუდი ხაფანგში დარჩა
და თვითონ გაიქცა. გადარჩა მე, კუდი ხაბამში დარჩა. რომ მოიხედა მელა მიგავი ამბობს, ნახა რომ მაინც და მაინც ლამაზი სანახავი აღარ იყო, აღარ ჰქონდა ეს ლამაზი ფუმფულა კუდი, მოკლე იყო, ერთ-ორჯერ მოკლე იყო სიგრძეში ვიდრე აქამდე იყო და მოეჩვენა რომ ძალიან საძებნად გამოიყურებოდა. გადაწყვიტა რომ მისთვის მიუღებელი იყო რომ ერთი უკუდო მელა დადიოდეს კუდიანი მელების საკრებულოში და ერთ დღეს დაუძახა ყველა მელას და უთხრა აბა კუდი რაში გჭირდება ჩვენ? გრძელია, სათხევია, უნდა მოუვარო. კუდით ადვილად დაგინახავს მონადირე. მოდი ყველამ დავიჭერთ კუდები. დაიწყო მელების იმაში რა ქვია კამპანიაში დიდი მსჯელობა, რომ რა ვქნათ, იქნება მართლა არ გჭირდება ეს კუდები, იქნება მართლა დავიჭერთ ეს კუდები. ბევრი იმჯერას ცოტა დაუძახეს ყველაზე ბებერ მელას. და ბებერი მელა გამოვიდა და ამ უკუდო მელას უთხრა შენ რო კუდი გქონდეს, ამას მეტყოდი რასაც ახლა გეუბნებიო. და აქ ჩაუვარდა მელას მუცელში ენა. რაღაც თქმა უნდა, კუდი რო გქონოდა ამის თქმელი არ იყო. თუ ადამიანს სიყვარულის გზნობა მოწყვეტილი აქვს კუდივით, თუ ადამიანს კეთილსინდისიერება ამ კუდივით აქვს მოწყვეტილი, მას უნდა რომ ყველა ადამიანს კონდეს ეს კუდი მოწყვეტილი. არავის არ კონდეს საკმარისი სიყვარული, არავის არ კონდეს საკმარისი პატიების სურვილი, არავის არ კონდეს კეთილსინდისიერება. იმისათვის რომ მისი უკეთურება, მისი თვალთმაქცობა შეელიოს სხვისა თვალთმაქცობას. ის ვისაც ჩვენ უფალს ვეძახით, თვალთმაქცობის პერიოდი. ის ვისი სახელით ჩვენ ვართ მონათლული, თვალთმაქცობას ბრძოლას უცხადებდა. ის ვინც ჩვენი სასწორებაა როგორც ქრისტიანებისა, ჩვენგან დღესაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც მოითხოვს თვალთმაქცობისგან გათავისუფლებას. ამისი წამალი ყოველთვის იყო და იქნება ღმერთის სიყვარული. რადგან თვალთმაქცობა არის სწორედ სიყვარულის არქონა. როდესაც არ გიყვარს ღმერთი, არ გიყვარს ადამიანი, არ გიყვარს საკუთარი თავი. ღმერთის სიყვარულის მოძიება არის გზა იმისათვის, რომ ეს უკურნებელი სენი განიკურნოს. ჯალალედინი რუმი ამბობს, როცა თვალთმაქცებზე ლაპარაკობს. თუ თვალთმაქცი ჭიქაწყალს დალევს, მაშინ ღმერთს კი არ დაინახავს, არამედ საკუთარ თავს. თვალთმაქს უნარი აქვს დაკარგული, რომ დაინახოს ღმერთი ყველაფერში, რაც ჩვენს გარშემო არის. წყალში, რომელსაც ვსვამთ, ჰაერში, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ, ბუნებაში, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ხალხის კრებულებაში, რომელიც ღმერთის სახე და ხატად არის შექმნილი. ჩვენ მათში, თუ კი თვალთმაქცობას ვართ მიცემული, ამას ვერ დავინახავთ. მარიამობის დღეს ჩვენ მეგობრებს ვუთხარით ერთი ქალის ამბავი, რომელმაც მოიწადინა, რომ არა მარტო თვითონ გათავისუფლებულიყო რელიგიური თვალთმაქცობისგან, არამედ გაეთავისუფლებინა ყველა ადამიანი, ვინც მის ქალაქში ცხოვრობდა და ამ ქალაქს ერქვა მოსული, ბასრა, დღევანდელ ირაკში. ქალს ერქვა რაბიხა. მორწმუნე ქალი იყო და ხედავდა თვალთმაქცობას რელიგიაში, ხედავდა თვალთმაქცობას საზოგადოებაში, ვაჭრებში და ხედავდა თვალთმაქცობას სასულიერო პირებში. მაგრამ რაბიხას ერთგულება, გულგაუტეხლობა, შედეგად ის გამოიღო, რომ მისმა ბატონმა უთხრა, რომ შენ მისთანა მორწმუნე ქალი ხარ, მე არ შემიძლია შენ ჩემი მონა იყო და მისცა თავისუფლება. მაგრამ ამ ქალმა გადაწყვიტა ეს თავისუფლება, რომელიც როგორც თვითონ თვლიდა ღმერთისგან ქონდა მიცემული და არა თავისი ბატონისგან, გამოეყენებინა იმისათვის, რომ თავისი ქალაქი ბასრა
გაეთავისუფლებინა რელიგიური თვალთმაცობისაგან. ერთ დღეს დაინახეს ეს ქალი ქალაქი ასეთი ერთი დიდი ქუჩა გაივლის მთელ ქალაქს. ამ ქუჩაზე ეს რაბიკა გარბის ცალხელში უწირავს სათლით წყალი და მეორე ხელში ქოლგით უჭირავს ცეცხლი. გაიგებს ამ ქალაქის თავიდან ბოლოში ისე გამოიგებს. ხალხი იკითხებიან, რას დარბიხარ? რას დაბიარ და რაბიკა ეუბნება, მე ამ წყლით, რომელიც ხელში მიჭირავს, უნდა ჩავაქრო ჯოჯოხეთის ალი. ეუბნება, როგორ უნდა ჩავაქრო ამ ერთი ვედრა წყლით, ერთი სათლი წყლით, როგორ შეგვიძლია ჯოჯოხეთის ალი ჩავაქრო? რაბიკა ეუბნება, ჯოჯოხეთის ალი მე უნდა ჩავაქრო არა იქსა და ჯოჯოხეთი, არამედ თქვენს გულებში. რადგან თქვენ ღმერთს ლოცულობთ და ღმერთს არ მსახურებით, ღმერთის სიყვარულის გამოგიარა, არამედ ჯოჯოხეთის შიშის გამო. თქვენ გეშინიათ ჯოჯოხეთისა და ამიტომ დადიხარ სალოცავად, ამიტომ თვით თავს მორწმუნეებთ. მერე უუნებიან, ეს ცეცხლი რაღაც გიგ. მე უნდა ამ ცეცხლით დავწვა კეთილის საქმეები, რომლის იმედიც თქვენ აქვთ. როგორ უნდა დაწვა კეთილის საქმეები? მე კი არ უნდა დავწვა, მე თქვენ უნდა გაჩვენოთ, რომ ჩვენ იმედი უნდა გქონდეს არა კეთილის საქმეებისა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, არამედ ღმერთისა, ღმერთის უკიდეგანო სიყვარულისა. რაც არ უნდა დაარშავო, რა იარაღშიც არ უნდა მოგივიდეს ცხოვრებაში, ღმერთი იმისთვის არის, რომ გაპატიოს, როგორც მოსიყვარულო მშობელმა, დაგაბრუნოს სიმართლის გზაზე და სიყვარულის გზით გადააროს. ადამიანების ერთ ნაწილს ეშინია რელიგია იმიტომ უნდა და ეკლესიაში სიარული უნდა, ერთი იმიტომ უნდა, ნაწილს იმიტომ უნდა, რომ ჯოჯოხეთს ეშინია და მეორეს იმიტომ უნდა, რომ კეთილი საქმეები დააბრუნოს, როდესაც დაამთავრებს თავის ცხოვრებას, მერც უთხრას, რომ აი მე რამდენი კარგი საქმე გამიკეთებია. ეს გამიკეთებია, ის გამიკეთებია, ამისთვის დახმარებულად, იმისთვის დახმარებულად, ეს მომიყვანია ეკლესიაში. რაბი ამბობს, ჯოჯოხეთი და ჩვენ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები ერთნაირად გვიშლის ხელს, რომ ღმერთთან მივიდეთ. ერთნაირად გვიშლის ხელს, რომ დავაფასოთ ღმერთის სიყვარული. და ღმერთთან სიყვარული გვეხალისებოდეს არა შიშის გამო, არა მაქინაციების გამო, რომ ღმერთთან ჩავაწყოთ საქმეებს, კაი საქმეების კეთებით. თქვენ ხედავთ, რომ ამ ჩვენ ქალაქში ტაძარზე აშენებენ და როგორ დააკვირდებით, როდესაც რამდენი ადამიანი შეხვდა მითხრეს, რომ აი ეს ძალიან დიდი შესწავლა მოგვივიდა, მაგრამ არაფერი ნუ გეშინია, მე ვაპირებ, რომ ტაძარი ავაშენო. ამათ გონია და ტაძარს თუ ააშენებ, ამითი დამთავრდება, ამით ღმერთს თვალებზე ააფარებ ხელს. ღმერთს კეთილი საქმეების კეთებით ვერ ააფარებ თვალზე ხელს. ღმერთს სჭირდება არა ადამიანი, რომელიც თავის კეთილ საქმეებზე არის დაიმედებული, არა ის ადამიანი, რომელსაც ღმერთის აეშინია, არამედ იმ ადამიანისა, ის ადამიანი, რომელიც ღმერთთან მიდის და ეუბნება, მე ესეთი ვარ შენს წინაშე, როგორც ვარ. მე არ ვურევ ხელს მის ცხოვრებაში. მე არ ვიძახი, რომ იმას ჭრიანი ხელები აქვს. მე არ ვიძახი, რომ ამ ჩემ მეზობელს ესეთი საქმეები აქვს. მე იმას არ ვიძახი, რომ ესეთი ცხოვრები ცხოვრობს. მე იმას ვიძახი, რომ მე როგორცა ვარ, ისეთი მივიღებ და მე ვიცი, რომ შენ ისეთსაც მივიღებ, როგორიც მე ვარ. ეს არის ჩვენი იმედი და ეს არის ჩვენი სასურველი. რაბიყამ ლოცვა დატოვა სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა, ვინც იცნობდნენ მას, შეინარჩუნეს და შემოგვინახეს დღემდე. უკვე რამდენი წელი, ალბათ 800 წელია გასული მისი სიკვდილიდან, მისი ლოცვა. ხო და გუშინ წინ просто მარიამობაზე რო ვიყავით გასული, ჩვენ შევთავაზეთ, ვინც იქ ვიყავით ყველას, რომ ამ რაბიყას ლოცვა ერთად გვეთქვა. და ერთი ძმა, რომელიც ნამეტანი დაკვირვებულია, დააკვირდა, რომ ლოცვის პირველ ნაწილს მორწმუნეების ერთი ნაწილი ხალისით არ ამბობდა, ხოლო ბოლო ნაწილს ხალისით ამბობდა. ხალისით ამბობდა იმ ნაწილს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ღმერთმა სიკეთე და წყალობა მოგცეს, მაგრამ ხალისით ვერ ლაპარაკობდა იმაზე, რომ ჩვენ ღმერთთან უნდა ვიყოთ არა შიშის გამო, არა ჩვენი კეთილი საქმეების გამო,
არამედ ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის გამო, რომელიც მოედინება ღვარად და მას დასასრული არასდროს ექნება. ნება იმბოცით ახლა წამოვდგეთ და ჩვენი სიტყვა გავასრულოთ ამ ქალის ლოცვით, რომელიც ალბათ ყველა მორწმუნისათვის ფასეულია. თქო ჩემს შემდეგ გაიმეორე. ღმერთო, მე თუ ჯოჯოხეთის გამო გემსახურებ, ჯოჯოხეთის შიშის გამო გემსახურები, ჯოჯოხეთში დამცვი და დამდაგე. მე თუ სამოთხეში შესვლის იმედით გემსახურები, სამოთხის სიიდან ამომშალე. მაგრამ მე თუ შენი სიყვარულის გამო გემსახურები, მაზიარე შენს მარადიულ სილამაზეს. უფალი დაგვეხმაროს ჩანაფაში.